Yo, მოგესალმებით, მე გახლავართ ფირანა, ადამიანი ვინც აკეთებს თამაშებს. დღეს კი მინდა მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ გავაკეთეთ ჩემი პირველი გამოქვეყნებული თამაში. ამბავი კი იწყება იმით, რომ მე საბედისწერო დღეს გადავწყვიტე რაიმე ახალი თამაში მეთამაშე. ესე თამაში გავაკეთეთ. გრძელი სიტყვა ვიდეოთი თითქმისო, ასე რომ წარმოგიდგენთ ჩემ პროექტს Chapter 1. თამაში როგორც ხედავთ გაკეთდა ორდეში. თამაშის სტორი კი მარტივია. თამაშის მთავარი პერსონაჟი სიკვდილის შემდეგ გადატელეპორტირდება ბექრუმებში. ასე რომ პირველი რაც გავაკეთე გახდათ მთავარი პერსონაჟის დახატვა. მინდოდა მთავარი პერსონაჟი რაც შეიძლება ქართული სულის მატარებელი ყოფილიყო. ამიტომ ჩავაცვი ჩოხა და გადავეცი ქართველ. გაუტეხარი ვაჟკაცის სული. შევაგდე Unity-ში თავისი environment მოკლედ ყველაფერი გადავიტანე Unity-ში. გუშინდელივით მახსოვს როგორ გაუწერე სიარულის კოდი მთავარ პერსონაჟს. მაგრამ თამაში არ იყო ისეთი ინტენსიური, როგორც წარმომედგინე. ასე რომ ახლა მე მინდა გაგაცნოთ ჯემალა. თამაშის მთავარი ბოროტ მოქმედი. რა თქმა უნდა, გვინდა რომ ჩვენი ჯემალა გაეკიდოს მოთამაშეს. მაგრამ მე როგორ უნდა აზრზე არ ვარ. ამიტომ დროა YouTube-ში შევიხილოთ. ჩემი რესერჩიდან გამომდინარე, A-star ალგორითმი ერთი მდებარეობიდან მეორე მდებარეობამდე ეფექტური გზის საპონელად გამოიყენება grid სისტემის დახმარებით. ხოლო თუ კი ჩვენ მიუთითებთ პირველ მდებარეობად ჯემალას, ხოლო მეორედ მოთამაშეს და კოდის საშუალებით ამ უმოკლესი გზის გავლას ჯემალას ვაიძულებთ, მაშინაც გახდება AI, რომელიც დასდევს მთავარ პერსონაჟს. და რაღა თქმა უნდა, როცა გგონია რომ ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ უნდა მოხდეს რაღაც დებილობა. ლაკი დრომ მოვიდა შევქმნათ ინტენსიური გარემო. რაც შეიძლება ჩავაბნელოთ სამყარო და გავაკეთოთ დავაბნეველი ლაბირინთები. გავაკეთე მოციმციმე ნათურები, როგორც ყველა ჰორორშია. და შევქმენი კედელზე მიჯაჭვული მობი, რომელიც შეხებაზე გკლავს. მაგრამ ასეთ ჩაბნელებულ სამყაროში მოთამაშეს გზაკვალის გაგნებისთვის სინათლე დასჭირდება. ამიტომ გავაკეთე ფანრის მექანიკა, რათა მოთამაშემ შესაძლო საფრთხე დროულად შეამჩნიოს. მე მგონი ძალიან გართულდა თამაში, ამიტომ დროა შევინდოთ მოთამაშე და ჩვენ პერსონაჟს სირბილის მცნება გავაცნოთ. გავაკეთე სტამინა ბარი და სირბილის ღილაკი. რო იყო რომ გამეკეთებინა მეორე ლეველში გადასასვლელი გზა. ამიტომ გავუკეთე კანიონი და მოთამაშეს მივეცი მიზნად მისი გადალახვა. ეს ყველაფერი კი მან ფიცრის პონით უნდა შეძლოს. და როცა უკვე მგონია რომ ბექრუმების ორდეში გადაკეთება ძალიან ორიგინალური იდეაა, ხედავ ამ ვიდეოს. We all know what this is, but what if this was 2D? ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ნამდვილად დამეკარგა თამაშის შექმნის სურვილი. ასწავლია ბექრუმების. მაგრამ მე მივხვდი რომ ეს იყო კონკურენცია. თამაშს გადავარქვი სახელი Chapter 1 და გავაკეთე 4D ლეველი იმისთვის რომ მეჯობნინა fuck. ახლა კი განვიხილოთ თითოეული ლეველი. ლეველი 0, რომელიც სულ ახახანს განვიხილეთ და ერთად შევქმნით. ბექრუმების ლეველი 9. ხოლო ჩვენი Chapter 1-ისთვის level 2. ბექრუმების level 5. ხოლო ჩვენთვის Chapter 1-ისთვის level 2. ბექრუმების level 4. ხოლო ჩვენთვის Chapter 1-ისთვის level 3. და საბოლოო Chapter 1-ისთვის level 4 და უკანასკნელი Run for your life. ფოტოებიდან გამომდინარე ბექრუმ level 9 უნდა იყოს level ღიაცის ქვეშ. ამიტომ დავხვატე ბალახბულახები და მოვარგე სამყაროს. გაიცანით, ეს არის ახალი პერსონაჟი ჟორა. მისი მკვლელი თვალებიდან გამომდინარე ის ბოროტ მოქმედი გახლავთ. ის იცავს თავისუფლებას, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ
საბოლოოდ კი ამ ლეველის მიზანია ამოხსნა პაზლი და შეხვიდე სახლში, რომელიც გადაგიყვანს შემდეგ ლეველში. Level 2 გახლავთ ინსპირაცია ბექრუმების level 5-ისგან, მაგრამ ჩემი ცვლილებები. ეს ლეველი საკმაოდ დიდი გამომივიდა, ამიტომ ამ ლეველში შეხვდებით საკმაოდ ბევრ ბოროტ არსებას. მათ შორის კი ჩემი აზრით ეს არის ყველაზე რთული ლეველი. უნდა შეაგროვო 4 პაზლის ნაწილი სპეციალურ საშიშ ზონებში, მაგრამ ერთხელაც მაინც თუ მოკვდი, მთელი პროგრესი გეკარგება. Level 3-ში უნდა გავაკეთო მიტოვებული ოფისი. ეს ლეველი 2 ნაწილისგან შედგება. პირველში იქ მყოფი კომპიუტერების დახმარებით პორტალი უნდა გახსნა, რათა მეორე ნაწილში გადასვლა შეძლო. ხოლო მეორე ნაწილში გიწევს სპეციალური ძრავების ამუშავება, რათა ლიფტი აამუშაო და გაიქცე. წარმოგიდგენთ, ჩემი თამაშის ბოლო ლეველი. გაიქეცე შენი სიცოცხლისთვის. ამ ლეველში ხდება ყველა ის მობი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია თამაში. გაკეთებული მაქვს მინიბოსი, რომელსაც უნდა გაიქცე. ამდენი შრომის შემდეგ კი საბოლოოდ თამაშის კეთების პროცესის დასრულდა და მოვიდა ერთთვიანი ტანჯვა. თამაში ავტვირთე Google Play-ზე და იქ უბრალოდ ისე წაიღეს ტვინის თავიანთი ვერიფიკაციებით. მე 20 ტესტერი უნდა შემეშვა თამაში და 2 კვირის განმავლობაში უნდა გაეტესტა. საბოლოოდ კი თამაში წაეტვირთა და თქვენ წარმოიდგინეთ, თამაში გადაიღეს იუთუბერებმა, როგორიცაა უბრალოდ ნუბი. ასე და ამგვარად გამოვაქვეყნეთ ჩემი პირველი თამაში. გასატესტად ლინკი აღწერაშია. თამაში კი ითამაშება ტელეფონზე. მე კი დაგემშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე. Peace!